ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო კოსტიუმების გამოფენა და სასცენო ფოტოკატალოგი. ბალერინას იუბილეს ერთკვირიანი პროგრამა მიეძღვნება. ძალიან ბედნიერი ეს რაღაცა დიდი ეტაპი არის ჩემ ცხოვრებაში. მართლა იცით იმდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, იმიტომ რომ ალბათ პირველად მაქვს ესეთი შესაძლებლობა, რომ აი თლიანად ეს 30 წლის განმავლობაში რაც კი მე გავაკეთე, წარუდგინო მაყურებლოს. ესეთი სახით, უბრალოდ როგორ. აი კოსტიუმების გამოფენაც, აი მართლა ძალიან ბევრ სცენაზე გამოსვლა რამ კოსტიუმებში. ძალიან ცნობილი დიზაინერების კოსტიუმები მაქვს. ეს არის ჩემი პირადი კოლექცია. ეს იქნება ერთყოფილებიანი ბალეტები, ეს იქნება გალბატონ ნინოს კოსტიუმების აბსოლუტური ბრწყინვალე გამოფენა, ასე მეტი კოსტიუმი გამოიფინება საჯარო ბიბლიოთეკის სამუზეუმო დარბაზში, ეს იქნება მასზე ალბომის პრეზენტაცია, ასევე გაიმართება საჯარო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე და იქნება 18-ში დასკვნითი გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 100-ზე მეტი ჩამოსული სტუმარი. ზუსტად ვიცი, ძალიან დიდი სიურპრიზი იქნება ყველასთვის, იმიტომ რომ არ ვიცი, ვეცადოთ ჩვენი მხატვრული ნამუშევარი ყოფილიყო ნინოს კოსტიუმებთან დაკავშირებით. ანუ თვითონ სივრცე არის მთლიანად ჩვენი დანახული ეგ სამყარო. ანუ ეს არ არის ტიპიური ექსპოზიცია, როცა არის რაღაც კოსტიუმი განათებული, ნივთი განათებული. ეს არის მხატვრის დანახული სამყარო. ამ შემთხვევაში მხატვრები ვართ ჩვენ სამივენი. და რა ვიცი, გონია რომ ამით იქნება ძალიან საინტერესო ყველასთვის. ჩვენთვის თბილისის მერისთვის პატივია მივიღოთ მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივ საიუბილეო დღეებში. როგორც მოგეხსენებათ, პრიმა ბალერინას გვერდით ყოფნა მართლაც ბევრ ამას ნიშნავს, ვინაიდან ჩვენც გადავწყვეტეთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, ანუ ეს გზა განვლოთ, მისი შემოქმედების 30 წლიანი გზა და ძალიან საინტერესოდ არის პროგრამა გაკეთებული 14 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით, ეს არის ნამდვილი სეიმი.